საკადრო ცვლილებები იგეგმება აჭარის მთავრობაშიც. მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე ორი კადრი ირაკლი ჭეიშვილი და სულხან ოქროპირიძე თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეები გახდნენ. შესაბამისად ისინი ვერ გააგრძელებდნენ აპარატში მუშაობას. ოქროპირიძეს მთავრობაში ქობულეთის ყოფილი გამგებელი გიორგი რომანაძე ჩაანაცვლებს. რაც შეეხება აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის პოსტს, მას დროებითი იურისტი პაატა ჯალაღანია დაიკავებს. ტელება უკვე მიღებული მაქვს და რომანაძის დასაქმება მოხდება აუცილებლად და შერჩეული მის პოზიცია ალბათ აპარატში იქნება ის პოზიცია, რაზეც სულხანი მუშაობდა. მინდა გითხრათ ასევე, რომ ახლო პერიოდში რეორგანიზაცია მოხდება და რამდენიმე დეპარტამენტი ან გაერთიანება, ან გაიყოფა, ან საერთოდ ახალი ჩამოყალიბდება. შესაბამისად იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე ხდება გადახალისება და ცვლილებები, რეორგანიზაცია. შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ რომანაძე აპარატში გადმოასამუშაოთ, ხოლო აპარატის უფროსის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ვიხილავთ კიდევ და გვინდა რომ ოპტიმალური შევარჩიოთ.